9 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე იდგა, რათა რუსეთის გამარჯვების დღის აღლუმი ეხელმძღვანელა, რაც რუსეთის გეოპოლიტიკურ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია. ცერემონია იყო მცდელობა, რომ მსოფლიოს და უპირველესად რუს ხალხს შეეხსენებინათ, რომ ერმა, რომელმაც ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა, თავისი ადგილი ისტორიის უმაღლეს საფეხურზე დაიმსახურა. ჩვეულებრივ ტანკები მოედანს გაივლიდნენ და კონტინენტთა შორის ბალისტიკურ რაკეტებს ამაღად გამოიტანდნენ, ხოლო გამანადგურებელი თვითმფრინავები ცაზე გადაიფრენდნენ. მესიჯი ყოველთვის იყო: ჩვენ ყოველთვის ვიყავით დავით და ყოველთვის ვიქნებით გამარჯვებულები. გარდა ამ წლისა. ამ წლის ვერსიაში ტანკები არ იყო. არც მოცინავე სარაკეტო სისტემები ან მძიმე სამხედრო ტექნიკა არ გამოჩენილა. გამარჯვების დღის აღლუმის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ჯავშან ტექნიკის კოლონები სახლში დარჩნენ. ისინი უბრალოდ ვიდეოზე აჩვენეს, რადგან კრემლს ეშინოდა, რომ უკრაინული დრონები მათ პირდაპირ ეთერში გაანადგურებდნენ. დაფიქრდით ამაზე 1 წუთით. ქვეყანა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებდა, საკუთარ დედაქალაქში ტანკებს ვეღარ ატარებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა, რომლის დაპყრობასაც რამდენიმე დღეში თავდაჯერებულად აპირებდა, ახლა უკვე მოსკოვის დაბომბვასაც ახერხებს. 4 წლის წინ ვლადიმირ პუტინის ტანკების ეკიპაჟები კიევისკენ მიემართებოდნენ, საპარადო ფორმებით ჩანთებში ჩაელაგებინათ. ისინი ელოდნენ გამარჯვების აღლუმს უკრაინის დედაქალაქში ერთ კვირაში. დღეს კი სწორედ ვლადიმირ პუტინს აღარ შეუძლია თავისი აღლუმის ჩატარება. მაგრამ წითელ მოედანზე ტანკების არ ყოფნა მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია იმისა, რაც ბევრად უფრო ღრმაა. ამ წუთებში სახელმწიფო ტელევიზიის ფასადის და საგულდაგულო დადგმული ფოტოსესიების მიღმა რაღაც ირღვევა რუსეთის სისტემაში და თავად კრემლშიც. ელიტა იმედგაცრუებულია, საზოგადოება გაბრაზებულია, ხოლო ეკონომიკაში ბზარები ჩნდება. და ვლადიმირ პუტინი, ადამიანი, რომლის ბრმა ამბიციამაც ყველაფერი დაიწყო, სულ უფრო იზოლირებულია, სულ უფრო მეტად ატყუებენ და სულ უფრო უუნაროა შეაჩეროს ის, რაც თავად აამოქმედა. ის, რასაც უყურებთ, მსოფლიოს ყველაზე სანდო, რუსეთის ექსპერტების თქმით, არის გეოპოლიტიკური კატასტროფის დასაწყისი, რომელიც თავად პუტინმა გამოიწვია. და ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთის ლიდერებისთვის ასეთი კატასტროფები იშვიათად მთავრდება მშვიდად. იმის გასაგებად რა ხდება ახლა რუსეთში, მოდით უფრო ღრმად ჩავღრმავდეთ. როგორ მუშაობს სიამდვილეში ძალაუფლება რუსეთში? რობერტ სერვისის ბრიტანელი ისტორიკოსის, რომელიც SS არქიზე ბევრს წერდა, თქვით რუსეთის პოლიტიკური ლეგიტიმაცია რეალურად არ ეფუძნება არჩევნებს ან კონსტიტუციურ ნორმებს. ამის ნაცვლად ის დაფუძნებულია სამხედრო დიდებაზე. რუსებს ბავშვობიდან ზდიან ისე, რომ ყველაფერზე მაღლა თავიანთ საბრძოლო ისტორიას სცემდნენ თაყვანს. ტოლსტოის ომი და მშვიდობა არსებითად ტრაქტატია რუსეთის გამარჯვებაზე ნაპოლეონზე. საბჭოთა არმიის მიერ ბერლინის აღება 1945 წელს მისი ეროვნული იდენტობის საფუძველია. ის, რასაც ქვეყანა ეყრდნობა, როცა სჭირდება თავის ვინაობის გახსენება. ამიტომ ნებისმიერი რუსი ლიდერი, რომელიც ომებს იგებს, ლეგიტიმურია, ხოლო ის, ვინც ომებს აგებს, არ. და თუ ისტორიას დავაყნობით, რუსი ხალხი სწრაფად იღებს ომებს, რომ ასეთი ლიდერი გადააყენოს. გაიხსენეთ ცარ ნიკოლოზ მეორე. მან 1904 წელს დაიწყო ომი იაპონიასთან, რომელიც რუსეთმა წააგო და ამ დამცირებამ მისი მმართველობის საფუძვლები შეარყია. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. 1917 წლისთვის რუსეთის არმია აღმოსავლეთ ფრონტზე ფაქტობრივად საკმაოდ კარგად იბრძოდა. მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხედავდა. მათ მხოლოდ ის დაინახეს, რომ მეფემ თავი მთავარსარდლად გამოაცხადა და წლების განმავლობაში ხოცვას ლეტვასა და ტანჯვაზე იყო პასუხისმგებელი. 1917 წლის თებერვალში პოლიტიკოსები და ხალხი დედაქალაქში მის წინააღმდეგ გამოვიდნენ და 300 წლის რომანოვების დინასტიური მმართველობა დასრულდა, როცა ნიკოლოზმა ჩუმად მოაწერა ხელი ტახტიდან გადადგომის დოკუმენტს. 1 წლის შემდეგ ის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს. პუტინს აქვს ღრმა ცოდნა რუსეთის კულტურისა და მმართველობის წესების შესახებ. პირველ წლებში ხელისუფლებაში ყოფნისას მან ლეგიტიმაცია მეორე ჩეჩნეთის ომზე ააგო. ომი 1999 წელს დაიწყო, როცა პუტინი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერა მნიშვნელოვნად გააძლიერა 2000 წელს გამოცხადებულმა რუსეთის გამარჯვებამ. ამის შემდეგ იყო 2008 წლის ომი საქართველოში, 5-თრიანი ბლიცკრიგი. უკრაინაში გადასვლისას 2014 წელს კირიმი ფაქტობრივად უმარტივესად აიღეს. ამოსაცნობი ნიშნების გარეშე სამხედროებით შტურმით აიღეს ადგილობრივი ხელისუფლების ცენტრი, სწრაფად ჩაატარეს რეფერენდუმი და დაიკავეს რეგიონი მანამდე, სანამ დასავლეთი რეაგირებას მოასწრებდა. ვლადიმირ პუტინი ჩანდა გადამწყვეტი ლიდერი, რომელიც მოქმედებდა იქ, სადაც მისი წინამორბედები ყოფმანობდნენ და სადაც დასავლეთი უკან იხებდა. უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმავე ფორმულით უნდა ჩატარებულიყო, როგორც 2014 წელს კირიმის ანექსია. რუსეთი თავის ძალას გამოაჩენდა, უკრაინის თავდაცვას გაარღვევდა და კიევში ხელისუფლების ცენტრს მოიშორებდა. ტანკის ეკიპაჟებმა თავიანთი საზეიმო ფორმები ჩაალაგეს, რომ კიევში თითქოს და გარდაუვალ გამარჯვების აღლუმზე ჩაეცვათ. ეხლა ომის მეხუთე წელია და არც ერთი გონიერი რუსი კრემლში თუ მის გარეთ არ ფიქრობს, რომ ყველაფერი მარტივად წავა.
ნატოს წლის დასაწყისის მონაცემებით რუსეთი ყოველ თვე 20,000-დან 25,000-მდე დანაკარგებს განიცდის. უკრაინის კიდევ ერთი მონაცემის მიხედვით რუსეთი დღეში მინიმუმ 1000 ჯარისკაცს კარგავს, რაც თვეში დაახლოებით 30,000 შეადგენს. სულ შეფასებით რუსეთს 1,2 მილიონზე მეტი მსხვერპლი აქვს, მათ შორის მინიმუმ 300,000 დაღუპული. ომის შედეგად ცოცხალი ძალის დეფიციტი იმდენად სერიოზული გახდა, რომ 2025 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს გაწევა წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს ჩაატაროს და არა მხოლოდ სეზონური გაწევების სახით, როგორც ის აქამდე იყო მიღებული. საოცარია, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე ერთხელ ყოფილვართ. პუტინმა უკვე იცოდა რა საწერდა ხელს, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე ნაწილობრივი მობილიზაცია სცადა. ასობით ათასი რუსი მამაკაცი ქვეყნიდან გაიქცა, რათა გაწევას თავი აერიდებინა. ესეთი მასშტაბური მასობრივი გაქცევის იდეაც კი სერიოზული სირცხვილი იყო იმ მთავრობისთვის, რომელიც ეროვნული ერთიანობისა და პატრიოტული აღკინების იმიჯს ქმნიდა. ამიტომ მთავრობამ დაიწყო განსხვავებული აზრებისა და ნებისმიერი ისეთი შეხედულების დევნა, რომელიც რუსეთს უცილობელ გამარჯვებულად არ წარმოაჩენდა. და ახალი წლის განმავლობაში მოქმედი გაწევის კანონი კიდევ უფრო მძიმე იქნება. ადრინდელი მობილიზაციის ტალღები ძირითადად ღარიბ რეგიონებს, სოფლის თემებსა და ეთნიკური უმცირესობების ტერიტორიებს შეეხო, რომლებიც დედაქალაქიდან შორს მდებარეობდა. ამ ადგილებში სამხედრო ხელფასი ნამდვილ ხსნად მიიჩნეოდა, რადგან ზოგიერთი მონაცემის მიხედვით წლიური ხელფასი და ხელმოწერის ბონუსები ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტი იყო. ეს კრემლის მხრიდან ძიმე გათვლა იყო და გარკვეული დროით იმუშავა კიდეც იმ გაგებით, რომ ომი მოსკოვის სადილის მაგიდას მოშორებული დარჩა. მაგრამ რეკრუტების ეს რესურსი იწურება და ახლა გაწევა შეიძლება შეეხოს იმ რუსული საზოგადოების ნაწილებსაც, რომლებიც აქამდე ამ პროცესისგან ძირითადად დაცულნი იყვნენ. მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ურბანული კლასის ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებსაც ამ ომთან არაფერი სურთ საერთო ჰქონდეთ, ეს თავდაყირა დააყენებს იმ ფიფეს სოციალურ კონტრაქტს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ბოლო 4 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. სანამ გადასახადებს გადაეხდით და პროპაგანდას დაემორჩილებით, ომი თქვენამდე არ მოვა. გადასახადები გაიზარდა, პროპაგანდა ნელდება და უკრაინამ ნელ-ნელა შეძლო რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეღწევა. სამხედრო სურათს კიდევ ერთი განზომილება აქვს, რომელიც შეიძლება უფრო შეამაშფოთებელი იყოს ვიდრე მსხვერპლის სტატისტიკა. და ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებებს პუტინი. რამდენიმე წყარომ, რომელსაც აქვს წდომა რუსეთის ხელმძღვანელობასთან, დაადასტურა, რომ პუტინმა თავის უახლოეს წრეს უთხრა, რომ სჯერა 2026 წლის ბოლომდე შეძლებს დონბასის მთლიანად დაპყრობას. და როგორც ომის დასაწყისში ჩანს, რომ პუტინი ნამდვილად სჯერა თავისი განცხადების. უკრაინის დაზვერვის ოფიციალურ პირებს სხვა ახსნა აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ სჯერა მას ამას. ისინი ფიქრობენ, რომ მისი გენერლები ატყუებენ. ქალბი ანგარიშები მიეწოდება სარდლობის ჯაჭვში, სადაც აცხადებენ, რომ გამარჯვება მალე იქნება. ეს რუსული სამხედრო კულტურისთვის ახალი ფენომენი არ არის. ეს უბრალოდ გაგრძელებაა იმისა, რასაც უკვე ხედავდით. 2024 წელს მეთაურები თანამდებობებიდან მოხსნეს იგივე ქმედებისთვის, მაგრამ დიდი ალბათობით ისინი ერთადერთები არ იყვნენ და შესაძლოა ნამდვილი გამყალბებლების ნაცვლად მხოლოდ მსხვერპლად შეარჩიეს. თუნდაც პუტინის გარშემო ბევრმა იცოდეს რეალური მდგომარეობა, არ არის ნათელი, თავად პუტინმა რა იცის და რა ესმის. ასე რომ რუსეთს ახლა ჰყავს ლიდერი, რომელიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს გაღალბებულ სადაზვერო ანგარიშებზე დაყრდნობით. გარშემორტყმულია დაქვემდებარებულებით, რომლებსაც სიმართლის თქმის ეშინიათ და აწარმოებს ომს, რომელიც თვეში 30,000 მის ჯარისკაცს შთანთქავს. არ არის გასაკვირი, რომ 2026 წლის გამარჯვების აღლუმი ყველაფერს ჰგავდა, გარდა გამარჯვებისა. სამხედრო დანაკარგების გარდა რუსეთის ეკონომიკა და სოციალური დინამიკა სულ უფრო დიდ ზეწოლას განიცდის. სამოქალაქო ეკონომიკა უკვე 4 წელია ომის დროის პრიორიტეტების გამო შიმშილობს და ეს დაძაბულობა უკვე შეუძლებელია, რომ არ შეიმჩნიოს. 2026 წელს გაიზარდა გადასახადები და ინფლაცია. ამასთან ერთად მთავრობა ბიუჯეტის დაახლოებით 40%-ს ომთან დაკავშირებულ ხარჯებს უთმობს. ქვეყანამ განაცხადა, რომ წელს MŠP-ის ზრდა მხოლოდ 0.4% იქნება, მაშინ როცა უფრო ოპტიმისტური პროგნოზი 1.3%-ს ითვალისწინებდა. ასევე ქვეყანაში მუშახელი აღარ დარჩა, უმუშევრობის დონე მხოლოდ 2.1%-ს შეადგენს. მაგრამ მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ პირობებში დამაიმედებლად შეიძლება შეერდეს, სულ სხვა იმ ქვეყნისთვის, რომელმაც ბოლო 4 წელი ომში გაატარა. უმუშევრობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ რუსულ კომპანიებს აღარ ყავთ დასასაქმებელი უმუშევარი ხალხი. ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირებული კომპანიები უფრო მაღალ ხელფასებს თავაზობენ, რის ხარჯზეც საბოლოოდ მომხმარებელი იხდის. ეს მომხმარებელი კი რუსი მოქალაქე. ასე რომ რუსი მუშები მან კი ერთ წრეში არ მოშდნენ, სადაც თითქოს უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ იმის გამო, რომ შეუძლიათ სამსახური აირჩიონ, მაგრამ საბოლოოდ ცხოვრებისთვის უფრო მეტის გადახდა უწევთ. სოციალური შედეგებიც ჩანს მონაცემებში. რუსეთის ზოგადი ბედნიერების ინდექსი 2026 წლის აპრილში 15 წლის მინიმუმამდე დაეცა, სახელმწიფო გამოკითხვის მიხედვით. საინტერესოა, რომ ბოლოს ინდექსი ამდენად დაბალი მაშინ იყო, როცა პუტინი მეორედ უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი 2011 წელს თავისი მოადგილის მედვედევის შეცვლით. პუტინის რეიტინგი დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულზე, მას შემდეგ რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ასევე არსებობს რუსეთის მდგომარეობასა და პროგრესის ნაკლებობას გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს, რაც მისი ეკონომიკისთვის ორლესული მახვილია.
მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ და მილთეშო. ჩვენ ვაქვეყნებთ ვიდეოებს, სადაც ვაშუქებთ სამხედრო სიახლეებს, გეოპოლიტიკას და გლობალურ კონფლიქტებს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დაპირისპირება ირანთან, რომელმაც ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოიწვია, აშშ-ს უბიძგა, რომ რუსეთისთვის ინდოეთში ნავთობის გაყიდვაზე ზოგიერთი სანქცია შეემსუბუქებინა. ეს იყო მნიშვნელოვანი მოულოდნელი შემოსავალი, რომელმაც პუტინის ბიუჯეტში დღეში $100 მილიონ მეტი შემატა. ამ ფულით ყიდულობენ იარაღს, ნაწილებსა და ტექნოლოგიებს და რაც მთავარია, ინარჩუნებს ჩინეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას. მაგრამ ნავთობის დღეში $100 მილიონი ინფლაციას არ ამცირებს. როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა, პუტინი ფიქრობდა, რომ ტრამპი სრულად დაუჭერდა მხარს რუსეთს. პირველი მოლაპარაკებები ძირითადად იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ტრამპი ცდილობდა უკრაინა დაეყოლიებინა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ის დათმობდა ოკუპირებულ ტერიტორიებს ყოველგვარი სანაცვლოს გარეშე. ეს მცდელობა მხოლოდ რომ ვერ განხორციელდა, ტრამპმა საჯაროდაც კი უარი თქვა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. ამით რუსეთს მხოლოდ ჩინეთი დარჩა გვერდით, ხოლო უკრაინას დასავლეთ ევროპის უმეტესობა, რომელმაც ეს სწორად შეაფასა. უკრაინა არის რუსეთის პირველი სამიზნე კონტინენტზე, დაკარგული საბჭოთა ტერიტორიების დაბრუნების მცდელობაში და დასავლეთმა სრული ძალით გააგრძელა ერთობლივი პროექტები და სამხედრო დახმარება. ამიტომ ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც პუტინს ეგონა, რომ ტრამპთან ჰქონდა, ახლა აღარ არსებობს. მაშინ როცა უკრაინამ მნიშვნელოვნად შეამცირა დამოკიდებულება უშუალოდ აშშ-ის დახმარებაზე. და თუ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთს არ დააქცევს, ინფორმაციის ჩახშობა შეიძლება სწორედ ამას მიაღწიოს. 2025 წლის ზაფხულის ბოლოს კრემლმა დაიწყო მაქსის, რუსეთში დამზადებული ალტერნატივის პოპულარიზაცია Telegram-ისთვის, რომელიც ისედაც შეიძლება ითქვას, რომ უკვე სოციალურ ქსელად ითვლებოდა, სადაც რუსულენოვანი მომხმარებლები ჭარბობდნენ. ახალ ქსელში, როგორც ჩანს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გაუმძიებლებისთვის არანაირი ბარიერი არ არსებობდა, ასე რომ მისი გამოყენება ნიშნავდა, რომ PSB-ს შეეძლო დაინახა რას წერდით. მაქსზე გადასვლა ფაქტობრივად ნიშნავდა, რომ სამოქალაქო პირებსა და სამხედროებს თხოვდნენ თავადვე დაეყენებინათ საკუთარ თავზე თვალთვალი. უკმაყოფილება მასშტაბურია, სტრატეგიული ბლოგერები კი ამტკიცებენ, რომ აპლიკაციის საბაზისო უსაფრთხოების ფუნქციების არარსებობის გამო ეს შეიძლება ფრონტის ხაზზე სარდლობის დაშლას გამოიწვიოს. პრომოციიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ მთავრობამ პოზიცია შეცვალა და მთავარ მიზეზად ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების ნაკლებობა დაასახელა. ერთმა კრემლის ინსაიდერმა აღწერა, რომ კრემლში სადილის დროს საუბრის მთავარი თემა მხოლოდ ერთი იყო – ინტერნეტი. მათ აღნიშნეს, რომ იმ გზით, რომელსაც რუსეთი ადგას, ქვეყანა უფრო და უფრო ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსება. ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ჩინეთის ინტერნეტ კონტროლის სისტემის მიბაძვას. ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერისა და პუტინის ადრეული პოლიტიკური მენტორის ქალიშვილია, Guardian-ს განუცხადა, რომ მისი აზრით მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადადგამენ რუსული ხელისუფლება ნაბიჯს და სრულად დაბლოკავენ ყველა დასავლურ სოციალურ ქსელს. თუმცა ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც ინტერნეტი კონტროლდება, მაგრამ მაინც სტაბილურად მუშაობს, რუსეთს არც მოქალაქეების სათანადოდ კონტროლი შეუძლია და არც სტაბილური კავშირების უზრუნველყოფა. მაგალითად, ბიზნესები ჩიოდნენ, რომ მუდმივად კარგავდნენ ფართოზოლოვან ინტერნეტს, რაზეც მთავრობამ უპასუხა, რომ ცდილობდა მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ან რომ ისინი ნაკლებად მოწყობილები ყოფილიყვნენ დრონების თვალთვალის მიმართ. მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება თუ არა ეს, როგორც ჩანს, ეს რუსეთის შიდა პროცესების განზრახული მიმართულებაა, სადაც საზოგადოება ან შეეცდება ამ შეზღუდვების გვერდის ავლით სარგებლობას, ან სრულად მიიღებს მთავრობის პროპაგანდას, რაც გამოიწვევს მედიისა და საგანმანათლებლო სისტემების უფრო მილიტარიზებას და საბჭოთა რეჟიმის დონემდე მისვლას. და ყველა ვიცით, როგორ დასრულდა ეს საბჭოთა კავშირისათვის. ყველაზე ნათელი სურათი იმისა, თუ სად ვდგავართ, მოდის პუტინის უახლოესი წრიდან, სადაც ბედი შეიცვალა. გაზეთი Guardian-ი, რომელიც ეყრდნობა ინტერვიუებს რუსეთის ხელმძღვანელობის გარემოცვაში მყოფ რამდენიმე პირთან და ცნობილ ოფიციალურ პირებთან, პუტინს აღწერს როგორც იზოლირებულ ლიდერს, რომლის მიმართაც ელიტა სწრაფად კარგავს რწმენას. რა თქმა უნდა, ისინი ღიად არ გეგმავენ ხელისუფლების შეცვლას, რადგან მათგან არც ერთი ვერ გადარჩებოდა ასეთ ქმედებას. მიმდინარეობს საუბრები რწმენის დაკარგვაზე რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის მიმართ და ეს დაკარგვა ფაქტობრივად იწვევს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობის ნელ-ნელა დეგრადაციას. ვლადიმერ პუტინი როგორც ჩანს უკვე აცნობიერებს იმ ნარატივს, რომელიც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ლიდერულ შესაძლებლობებზე ვრცელდება. ევროპული სადაზვერვო ანგარიში, რომელიც მაისის დასაწყისში რამდენიმე მედია საშუალებას გაუზიარეს და სავარაუდოდ ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მოამზადა, ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინის გარშემო უსაფრთხოების ზომები მარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გამკაცდა, შესაძლო შეთქმულების ან გადატრიალების შიშის გამო და ვარაუდობდნენ, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შესაძლოა საფრთხედ იქცეს. ამ ცნობების გავრცელებიდან ერთი კვირის შემდეგ კრემლმა გაავრცელა საგულდაგულოდ მომზადებული ვიდეო, სადაც ვლადიმერ პუტინი თავის ყოფილ მასწავლებელს ვერა გარეიევიჩ ცენტრალურ მოსკოვში სტუმრობს. ვიდეოში პუტინი მოდუნებული ჩანდა, ეცვა თითქოს ყოველდღიური დასაცმელი. თითქოს სპეციალურად ცდილობდა გაეფანტა ის აზრი, რომ ის ბუნკერში იმალებოდა. მაგრამ თავად ეს დადგმაც მეტყველებს ზეწოლაზე. 25 წლიანი მმართველობის შემდეგ კრემლი იძულებულია გაავრცელოს ვიდეო, სადაც პუტინი ყვავილებს ყიდულობს, რათა დაამტკიცოს, რომ არ ეშინი. მთავრობამ ასევე უარყო შოიგუს სცენარი. დააკავა რამდენიმე ყოფილი თავდაცვის მინისტრის ახლო თანამშრომელი და ამით კიდევ უფრო დააშორა იგი პუტინის გარემოცვას. ანალიტიკოსების უმეტესობა ახლა ფიქრობენ, რომ თუ პუტინის მმართველობას რეალური საფრთხე დაემუქრება, ის სწორედ მისი გარემოცვიდან წამოვა.
ეს იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება წვდომა, ინსტიტუციური მხარდაჭერა და რწმენა, რომ მიმდინარე კურსი ნამდვილად კატასტროფულია. კიდევ დიდი ჯგუფი როგორც ჩანს არ არსებობს, ან ჯერ არ გამოჩენილა. და რუსეთის მმართველი და ოლიგარქიული კლასები როგორც ჩანს იტანჯებიან იმით, რასაც შეიძლება პასუხისგებლობის ილუზიის გაქრობა ეწოდოს. ყველას ეშინია პუტინის და არავინ ენდობა მას. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე 3 ათწლეულის უმეტესი ნაწილი დახარჯა იმისთვის, რომ დაშალოს მაღალი კლასი და მისი ადგილი ისეთი ელიტით შეავსოს, რომელიც სრულად ემორჩილება მას. არავის რეალურად არ უნდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. ამ სტატსლად ოლიგარქები ან რუსეთში იმალებიან, ან საერთოდ ქვეყნის გარეთ არიან და ელოდებიან, როდის ჩამოვარდება ყველაფერი თავზე და ვიღაც სხვა დაშლის რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ალბათ ყველაზე მეტად აქვთ საშუალება და შესაძლებლობა ცვლილებების განხორციელებისთვის, პარალიზებულები არიან და უყურებენ, როგორ იძირება ქვეყნის ეკონომიკა დავიწყებაში. თუნდაც ყველაფერს გვერდზე გადავდოთ, მსხვერპლი, გაწოვის კრიზისები, ეკონომიკური ზეწოლა, ინფორმაციის ჩახშობა, ელიტის იმედგაცრუება, არსებობს უკრაინაში ომის გეოპოლიტიკური განზომილება და მისი მიმდინარე ტრაექტორია. რობერტ სერვისი გახსოვდეთ, რომ ის ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია საბჭოთა ისტორიასა და გეოპოლიტიკაში. პუტინის უკრაინაში შეჭრას გიგანტურ გეოპოლიტიკურ შეცდომად მოიხსენიებს და ის ამაში მარტო არ არის. რა ფიქრით, რა ქონდა რუსეთს და რისი გაკეთება არჩია პუტინმა ამით? რუსეთი 2010-იანი წლების დასაწყისში ენერგეტიკული სუპერსახელმწიფო იყო. ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო მაგიდასთან ჰქონდა ადგილი, ფუნქციური ურთიერთობა ჰქონდა ევროპასთან და შეეძლო ჩინეთი და შეერთებული შტატები ერთმანეთის წინააღმდეგ ეთამაშებინა მოსკოვის სასარგებლოდ. ამის ნაცვლად პუტინმა გადაწყვიტა გაეწყვიტა კავშირები დასავლეთთან, შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში და რუსეთი გარდაექმნა აუცილებელი მოთამაშიდან გეოპოლიტიკურ კარიერად, რომელიც ჩინეთის ფარველობას და ირანულ დრონებზეა დამოკიდებული. და თუნდაც მშვიდობა დადგეს ისეთ პირობებზე, რომლებსაც კრემლი მისაღებად წარმოაჩენს და პუტინი შეძლებს განაცხადოს, რომ 2022 წლის ამბიციური მიზნები შეასრულა, რუსეთის გეოპოლიტიკურ პოზიციას უკვე შეუქცევადი ზიანი მიადგა. ნატო გაფართოვდა და ფინეთი და შვედეთი მიიღო წევრებად, რითაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი გაორმაგა და ორი ქვეყანა შეიერთა, რომლებიც შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდონ რუსეთის საზღვაო წვდომა ბალტიის ზღვაში. ევროპაში თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა. კონტინენტის ქვეყნებმა საბოლოოდ დააკმაყოფილეს ნატოს მოთხოვნა MŠP-ის 2%-ზე, ხოლო მისმა უმსხვილესმა ეკონომიკამ პირობა დადო, რომ ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე აიწევს, კოლაბორაციული და ინფრასტრუქტურული ძალისხმევით. 4 წლის შემდეგ, რაც დრონებმა, რაკეტებმა და ტანკებმა დააზიანეს ქვეყანა, უკრაინა ჩამოყალიბდა როგორც ომში გამობრძმედელი სამხედრო ძალა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს დასავლეთის დაზვერვასა და თავდაცვის ინდუსტრიებთან. მეორეს მხრივ რუსეთის რეპუტაცია როგორც საშიში სამხედრო ძალისა იმდენად დაეცა, რომ მის აღჭურვილობას თითქმის აღარავინ ყიდულობს და ეს მაშინაც კი თუ მას რაიმე აღჭურვილობა დარჩა გასაღებად. და გახსოვდეთ, არაერთხელ თქმულა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინა მხოლოდ დასაწყისად მიაჩნდა. როცა ომი დაიწყო, ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ვლადიმირ პუტინი დაიკავებდა ჩამოშლილ უკრაინას და შემდეგ 2025 წელს ნატოსთან სრულმასშტაბიან კონფლიქტზე გადავიდოდა. შემდეგ ეს ვადა 2027 წლამდე გადაიწია, შემდეგ კი მხოლოდ ბუნდოვნად, ომის შემდეგ მომდევნო 2 წელიწადში. დღეს გაურკვეველია, შეძლებს თუ არა რუსეთი საერთოდ სხვა ქვეყანაზე თავდასხმას. რეალობის მიუხედავად პუტინის აგრესიულობა როგორც ჩანს, არ შემცირებულა. მან მე-4 საუკუნე დახარჯა იმაზე, რომ შეექმნა საკუთარი თავის იმიჯი, როგორც ადამიანის, რომელმაც რუსეთს ღირსება დაუბრუნა, რომელიც დასავლეთი ფარისეულობას ამხელს და 73 წლის ასაკში უკვე უფრო ასაკოვანი ჩანს. ეს იმიჯი ნელ-ნელა იბზარება. მმართველმა, რომელმაც არასტაბილური 1990-იანი წლების შემდეგ სტაბილურობა მოიტანა, ეს მემკვიდრეობა წყალში ჩაყარა. სანთი მთავრდება ეს ყველაფერი? ათიოსანი პასუხი ის არის, რომ არავინ იცის, მათ შორის არც ის ადამიანები, რომლებიც რუსული ხელმძღვანელობის ყველაზე ახლოს არიან. რაც 2026 წლის გაზაფხულმა ნათელი გახადა, ის არის, რომ უკრაინაში ომი, სულ მცირე 2026 წლის დარჩენილ პერიოდშიც გაგრძელდება. ამასობაში რუსეთს მოუწევს გადალახოს შიდა ზეწოლების კასკადი, ერთი თაობის დანაკარგები, დამახინჯებული ეკონომიკა, რეალობისგან მოწყვეტილი საინფორმაციო სივრცე და ელიტა, რომელიც სადილის მაგიდებთან მსჯელობს. რამდენად ჰგავს რუსეთი ჩრდილოეთ კორეას. თუ ეს ვიდეო თქვენთვის ღირებული იყო, გამოიწერეთ Military Show, რათა მიიღოთ უფრო სიღრმისეული ანალიზი იმ კონფლიქტებისა და ძალების შესახებ, რომლებიც სამყაროს ფორმირებაში მონაწილეობენ. და თუ გსურთ უფრო დეტალურად გაიგოთ, როგორ ჩამოიშალა რუსეთის სამხედრო ძალა და რამ გამოიწვია ეს, ნახეთ ეს ვიდეო. და მადლობა თქვენ როგორც ყოველთვის ყურებისთვის.